ჩამაგრეული კედელია იქით. ჩამოინგრია წვიმები რო იყო. საწოლები მჭირდება. კიდე დივანი. შიგნით ძალიან ბევრი მტვერი აქვს. მახველებს და მაცემინებს ბევრს. ხაერიან ყოფნის. 7 წლის ლილეს ძლიერ გამოხატული ალერგია აქვს მტვერზე და ძველავეჯზე. ყოველი ღამე მისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცევა ძლიერი ხველისა და ცემინების შეტევის გამო, რადგან გოგონას ძველ ნახევრად დამტვრეულ საწოლზე სინავს. დედას არ აქვს სიმწავლების ფული, რომლებიც ლილას ტანჯვას შეუმსუბუქებდა. იძულებულია მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩააწვეთოს ბავშვში. ნატო და ალექსანდრე ობრები არიან. მათი მშობლები გარდაიცვალნენ და მათ არავინ ჰყავთ, ვინც დახმარებას ან მხარდაჭერას გაუწევთ. ოჯახი არსებობს მხოლოდ სოციალური დახმარებით, რაც თვეში 400 ლარში ადგენს. ეს თანხა ყველაზე აუცილებელსაც კი არ ყოფნის. ტრაგიკული უბედური შემთხვევა. ალექსანდრეს ფეხზე ხე დაეცა. ორი შვილის მამამ 4 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. საბედნიეროდ ფეხის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ ალექსანდრე ვეღარ მუშაობს. ის სწრაფად იხმება, ჩვეულებრივი სიარულიც კი უჭირს. ნატოც მძიმედ არის ავად. მას შაქრიანი დიაბეტი და ფსორიაზი აწუხებს. ოჯახი ბევრს არ ითხოვს, ახალ საწოლს, რომ ლილეს მშვიდად ეძინოს, აღარ აღრჩობდეს მტვერი, ან საწმლის კარადას, მაგიდას, კამებს და საკვებს. ჩვენ ვჯერა, რომ კეთილი ადამიანები მოიძებნებიან და დაეხმარებიან ამ კარგ და კეთილ ხალხს, რათა მათ თავი დააღწიონ ამ საშინელ სიღატაკეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.